Არალეთში ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სოფელში დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა ქართული ოცნების აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეების ზემოხსენებულმა ჯგუფმა ქართული ოცნების აქტივისტებს ქვებით ესროლა. ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ჟურნალისტების მიმართ. დაშავდა ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. კახი კალაძემ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს დააკისრა. რაღაცას უნდა მოვიდეთ და დაგელაპარაკეთ. რატო ხიზიანდებით ესე ვერ ვიგებ? ქვების სვლა შეიძლება ჟურნალისტებისთვის? ამის გული ჭავრები ხარ, თქვენზე არ ვიყავ. და არ გიქრიო მადრომო. მე რა შუაში ვარ? არ გიქრიო, დადია ხე. არ გიქრიო მე. მაგრამ მე რა დამომაგ. არ ისაკუნა. ეს არის ხელისუფლების მიზანმიმართული სონდერების გამოყვანა. ალბათ ნახეთ ყველამ თუ რა მდგომარეობა იყო. არ გვაცლიდნენ სოფელში შესვლას, მოსახლეობასთან გასაუბრებას, იყო რამოდენიმე ათეული პიროვნება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ზონდერები, რომელიც ამ ხელისუფლების, კერძოდ ბასიშვილის, რომელსაც ახლა გაიარა, იმ პიროვნების დავალებებს ასრულებენ. მინდა ყველას უთხრა, ეს ადამიანები ყველა დაისჯება კანონის წინაშე და ხალხის წინაშე აგებს პასუხს. ეს რაც იყო, ეხლა ქვებით გამოეკიდნენ ახალგაზრდას, ქვებით გამოგვეკიდნენ, ქვებით დაგვიშინეს, სემა, ტყეპა, ეს იყო ყველაფერი მიზანმიმართული და ყველაფრის პასუხისმგებელი არის სააკაშვილის კრიმინალური ხელისუფლება.